მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. დღეს დიდი პარასკევია, ვნების შვიდეულის პარასკევი. ამ დღეს ქრისტე გააკრეს ჯვარზე. ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას, ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას. დიდი პარასკევის ცისკარი ჩვეულებისამებრ ხუთშაბათს საღამოთი სრულდება. ამ მსახურების მთავარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ იკითხება ეგრეთ წოდებული 12 სახარება, ესე იგი სახარების 12 მონაკვეთი, რომლებიც მოგვითხრობს ქრისტეს ვნების შესახებ და რომლებიც იკითხება მსახურების სხვადასხვა ნაწილს შორის. მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ასევე პრემიერ-მინისტრთან. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ამ კრიზისიდან გამოსulis ერთადერთი გზაა დანიშნოთ ახალი არჩევნები, გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. ვაშაძე ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება. თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი მეგობარი აქტის გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც ვეუბნებოდი ქართულ ოცნებას, მიდით გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ მეთქი. განა არ უნდათ რომ მარტო თვითონ იყვნენ, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ კიდევ უფრო დაემძიმონ თავიანთი, ისედაც გამოუვალი და ჭიხური ვითარება, აცხადებს გიორგი ვაშაძე. მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. ყველგან საუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენეს, რათა გზავნილები გაეზიარებინათ. უცხოეთში ზოგიერთ საშუალება რომ ჰქონდეს შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ საქართველოში დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით. სანქციები 21 საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ჟალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვინც ახლა დადის და საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს, საქართველოში მოღალატეების ერთი გვარია. მოტივაცია და დამოკიდებულება ერთი და იმავეა. უცხოეთში ზოგიერთ საშუალება რომ ჰქონდეს შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ საქართველოში დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით. როგორც ვაკვირდები ზოგიერთს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში თანამდებობა კი აქვთ ისეთი, რომ ტანკებს მოუხმონ და ჭკუაც, როგორც ვატყობ, არ დაუშლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, აცხადებს პაპუაშვილი. ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოს მიზანი ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგია. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი. ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას. განაცხადა ალენ ბერსემ. ყველა პატევი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას. ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები და ქართული ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსის განცხადებაზე, რომ ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაადებონ ქართულ პოლიტიკას. კობახიძის თქმით, ჯეფრი საქსი დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოს განვითარებას ეხება. ეს არის ჩვენი გზავნილებიც. ყველა პატევი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას. ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განეხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. ნათქვამია ინფორმაციაში.
Sanktsiები Kremlis მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ. ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მიმდინარე კვირაში ევროპის საბჭოში საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად მკაცრი სანქციების დაწესების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ამიტომ ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები Kremlis მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ. წერს ჯეიმს მაკკლირი X-ზე. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაპიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბეტოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს. სანქციები თვალისწინებს აქტივების გაყიდვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. Donald Trump-ის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი შიდა დოკუმენტზე დაღწნობით ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით გეგმის მიხედვით სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული, მაშინ როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54 მილიარდ დოლარს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ შემცირებამ შესაძლოა აშშ-ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას დახუროს მინიმუმ 27 მისია, ძირითადად აფრიკასა და ევროპაში. ამ მისიებიდან 10 საელჩოა, დანარჩენი კი საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38 მილიარდი დოლარიდან 16 მილიარდ დოლარამდე. Donald Trump-ის განცხადებით ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში შეერთებული შტატების გაცურებას ისახავს მიზნად. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სი ძინპინის დისკუსიები ვიეტნამში ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დააზიანონ შეერთებული შტატები. არ ვადანაშაულებ ჩინეთს და ვიეტნამს, შესანიშნავი შეხვედრა იყო, თითქოს იმისთვის, რომ ეცადათ გაერკვიეთ, როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები. აღნიშნა ტრამპმა, ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც Donald Trump-მა ახალი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ქვეყანას 46%-იანი სატარიფო განაკვეთი დაუწესდა. ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ შტატების მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა განაცხადა. დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს ამართლებს. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა არაპროდუქტიულია. ფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ შტატების მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ. აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა. გერმანული გამოცემა Welt-ი წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ უკრაინას ეწვევა. მედიის ინფორმაციით სავარაუდოდ ვიზიტი დაემთხვევა 9 მაისს კიევში დაგეგმილ მსურველთა კოალიციის სამიტს, სადაც ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. Reuters-ის ინფორმაციით კონსერვატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას ოფიციალურად 6 მაისს დაიკავებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.